მთვარე. ანუ სანსკრიტზე არის ჩანდრა. და თქვენ რუკაში იქნება აღნიშნული როგორც moon, ანუ mo. მთვარე არის ჩანდრა დევი, ანუ ღმერთი არის ესეთი. არის ძალიან მაცდური, მამაკაცი ღმერთია, მავრობითი სქესის. არის ძალიან მომხიბვლელი და მაცდური მითოლოგიურად. ბუნებრივად ეხლა როცა ღამე გავდივართ გარეთ, ხო? თუ მთვარე არის, ვარსკვლავებიანი ღამეა, მაგრამ მთვარეც იქ არის. პირველ რიგში მთვარეს უყურებთ, ხო? ანუ რაღაცა მაცდურობის და მონუსხვის ელემენტი აქვს ჩანდრას მითოლოგიურად. აცვია თეთრები და ზის თეთრ ტახტზე მითოლოგიურად. და ჩანდრას უკავშირდება საინტერესო მითი ესეთი, რომ ჩანდრა ითხოვა დაქშას 27 ასული ცოლად. ანუ 27 ასული ყოფდა დაქშას, რომელიც იყო ბრაჰმას შვილი და მთვარე როდესაც მივიდა სათხოვებლად, დაქშამ სთხოვა, რომ 27 ასულს ყველას თანაბრად მოექეციო და არავინ არ გამოარჩიო. რეალურად ეს 27 ასული არის ნაქშატრები, ვარსკვლავები, რომელშიც რუკაში ერთი ვარსკვლავიდან მეორეში გადადის მთვარე და მოივლის ყველა ვარსკვლავს. მთვარემ დაარღვია პირობა და ერთ-ერთი ვარსკვლავი, როჰინი, გახადა თავისი საყვარელი ცოლი. რეალურადაც მთვარე იმ ვარსკვლავში ჩერდება 2 დღე-ღამის განმავლობაში, როჰინი ვარსკვლავში. ანუ ანელებს თითქოს ჩვენი პერსპექტივიდან მოძრაობას და იმ ვარსკვლავში 2 დღე ჩერდება. შემდეგ დანარჩენმა ცოლებმა მთვარის უჩივლეს მამასთან და უთხრეს, რომ აი მთვარე პირობას არ ღვევს და ერთ ცოლთან უფრო მეტს ჩერდება ვიდრე დანარჩენებთან და მაშინ დაწყევლა დაქშამ მთვარე. მთვარე დაწყევლა და მთვარე გახდა ძალიან სუსტი და დაიწყო ესე იგი დალევა და კვდებოდა ფაქტიურად. ეს მომაკვდავი მთვარე მივიდა შივასთან და სთხოვა, რომ აი თუ შეიძლება რომ აი დაქშას წყევლა ისქენი მომხსენი. და მან უთხრა, რომ მე ვერ მოხსნი წყევლას, მაგრამ შევამცირებ და გავხდი ისე, რომ შენ ნახევარი თვე დაიკლებ და შემდეგ ისევ გაივსები და ამ ციკლს გაივლი ყოველთვის, ასე ვთქვათ. სულ ბედნიერი და ესეთი თეთრი ვეღარ იქნები, როგორც ადრე. და ეს მითოლოგია, ეს მითი ხსნის იმას, რომ როგორ მოძრაობს მთვარე იკლებს და იმატებს, ასე ვთქვათ. მთვარეს რაც შეეხება კონკრეტულად რა თვისებები აქვს რუკაში, ხო? ეს არის გონება, ოღონდ გონება ქართულად ზუსტად არ ითარგმნება მანას სიტყვა სანსკრიტულიდან. როგორც გონება ითარგმნება, მაგრამ ეს არ არის გონება, ეს არ არის ანალიტიკური გონება. ეს არის, აი, როდესაც თვალებს დავხუჭავთ და რაღაცას უგრძნობთ, ხო? რა მდგომარეობაშია ჩვენი გონება? ეს არის მანას, ეს გონება არის, ანუ მთვარის აღნიშნული. ასევე მგრძნობიარობა არის მთვარე, ემოციები, მეხსიერება, ოღონდ ანალიტიკური მეხსიერება კი არა, აქტიურად რაღაცას როცა ვიმახსოვრებთ. ეს არის აი ძალიან ღრმა დალექილი მოგონებები, ასე ვთქვათ. ქვეცნობიერია მთვარე, ბედნიერება მთვარეს უკავშირდება, ბედნიერების შეგრძნება. აი ორ პლანეტას უკავშირდება ბედნიერება, ერთი არის ვენერა და მეორე არის მთვარე. ვენერას ბედნიერება არის, როდესაც რაღაც სურვილი აგვისრულდება, რაღაცას მივიღებთ. და ეს არის, ასე ვთქვათ, ტყუილი ბედნიერება, რადგან ეგრევე სხვა სურვილი გაგვიჩნდება. მთვარის ბედნიერება არის, აი, ნამდვილი ბედნიერება, როცა ზიხარ და არაფერი არ გინდა და ბედნიერი ხარ ისედაც. ასევე მთვარესთან ასოცირდება ინტუიცია, აღქმადობა. მთვარე არის რუკაში დედა, ან დედის აღმნიშვნელი და დედისთან ურთიერთობაც მთვარიდან ჩანს, ასე ვთქვათ, ისევე როგორც მამასთან ურთიერთობა მზიდან. როგორც ყველა პლანეტას, ასევე მთვარეს აქვს ძლიერი პოზიცია და სუსტი პოზიცია, სადაც თავს კარგად გრძნობს. და ძლიერი პოზიცია არის კუროს 3 გრადუსი, ანუ რაც უფრო ახლოს არის კუროს 3 გრადუსთან, მთვარე მით უფრო ძლიერია. და ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც არის ვარსკვლავი როჰინი, მთვარის საყვარელი ცოლი, ასე ვთქვათ. სუსტი პოზიცია არის მორიალის 3 გრადუსი, ანუ მორიელში ზოგადად სუსტია მთვარე,
და 3 გრადუსთან რაც უფრო ახლოს არის, კიდევ უფრო სუსტია. და სუსტში იგულისხმება რა ახლა? ეს ხო არის ემოციური სხეული და თუ მორიელშია მთვარე, ხო, ადამიანს აქვს ძალიან დატვირთული ემოციური სხეული და მოაქვს საერთოდ სხვა ცხოვრებიდან უკვე ეს რაღაცა ემოციები, რომელიც არ განიცადა და ამ ცხოვრებაშიც უჭირს ემოციების გაშვება, ანუ რაღაცას როდესაც განიცდის, ვერ უშვებს, ან თუნდაც რაღაცა ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში, ძნელია მისთვის რომ გაუშვას. თუ არის მორიელის ნიშანში საერთოდ მთვარე. საკუთარი ნიშანი მთვარის არის კირჩხიბი და მეგობრები მზე და მერკური. ოღონდ მზე არ უნდა იყოს ახლოს ძალიან მთვარესთან, თუ ახლოს არის უკვე ეს მთვარე აღარ არის ისე მეგობრულად განწყობილი მზის მიმართ და ძალიან დაჩაგრულია. ნეიტრალურია მთვარე ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნის მიმართ, შედარებით, ანუ მეტნაკლებად ნეიტრალურია, თორე მთვარე არის როგორც ღრუბელი, ანუ როგორც ესე ვთქვათ, გუბკა. ყველაფერს იწოვს, რაც სხვა პლანეტას აქვს, ანუ ძალიან თავის გამოსხივება არ აქვს მთვარეს და როდესაც არის მაგალითად ვენერას გვერდით, მთლიანად მთვარის გამოსხივება ვენერას გამოსხივებას ემსგავსება, ამიტომ ძალიან ზემოქმედებს რაღაცა პლანეტა, როდესაც არის მთვარესთან ერთად ერთ სახლში. და თუ ძალიან ახლოს არის, ხო საერთოდ უკვე ძალიან რთული სიტუაციაა ხოლმე. იუპიტერიც კი რო იყოს ესეთი პოზიტიური პლანეტა, მაინც რთულია მთვარის სწორი ფუნქციონირება. და თუ მაგალითად მარსი და მთვარე ერთად არის, ეს არის ზედმეტი მარსის თვისებები აღებული ადამიანის გონებაში, ადამიანის ემოციებში. თუ სატურნი და მთვარე ერთად არის, სატურნი არის შემზღუდველი ყველაფრის, აი სატურნს როდესაც გავეცნობით, მე უფრო კარგად მიხვდებით, რას უშვება სატურნი მთვარეს, რადგან არ უშვებს, რომ აი ეს ყველაფერი გამოხატოს ემოციურობა ადამიანს და კეტავს ყველაფერს, ანუ შიგნით აქვს ჩაკეტილი მთელი თავისი ემოციები. მთვარის სიმწიფის ასაკი არის 24 წელი და ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ემოციური სხეული ყალიბდება 24 წელს, ან 24 წლის ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული ემოციური სხეული და ემოციებს განიცდის სხვანაირად უფრო სრულად, ვიდრე იქამდე. კვირის დღეებიდან ორშაბათი არის მთვარის დღე, იმიტომ არის, რომ აი ორშაბათი მძიმე დღეა ამბობენ და არ უყვარს არავის, რადგან მთვარე არის ემოციებთან კავშირში და ამ დღეს ბევრად უფრო ემოციური ვართ, ვიდრე სხვა დღეებში. ასევე ორშაბათს არ არის რაღაცა სერიოზული საქმის დაწყება აუცილებელი, ანუ კარგი, არათუ აუცილებელი, რადგან მთვარე ცვალებადია და აი თუ დიეტას დაიწყებთ ორშაბათიდან, უფრო ნაკლები შანსია, რომ დაიცვათ, ვიდრე სამშაბათიდან, მარსის დღიდან მაგალითად. რადგან ორშაბათს ახლა მთვარის ენერგიით თუ დაიწყება ეს დიეტა, უფრო მეტი ტურბულენტობა და მერყეობა შეიძლება იქ იყოს, ვიდრე მარსი არის ესეთი გადაწყვეტილება და უფრო ძლიერი, ესე ვთქვათ, ხასიათი აქვს. ფერი არის მთვარის თეთრი, ელემენტი წყალი, გემო არის მარილიანი, არ გაგგვირდებათ ალბათ, მარილი მერე აკავებს სხეულში წყალს და შესაბამისად მთვარე ძლიერდება, როდესაც მარილიანს მიირთმევთ. და გეომეტრიული ფიგურა მთვარის არის წრე. ეხლა გადავიდეთ მთვარე ნებისმიერ სახლში, რას აკეთებს. ანუ მთვარე როდესაც პირველ სახლში აქვს ადამიანს, ეს ადამიანი ძირითადად არის ძალიან მიმზიდველი. ანუ გარეგნობითაც რომ არ გამოირჩეოდეს, აი რაღაცნაირი შარმი აქვს ამ ადამიანს, ისე რომ სადაც წავა, ყოველთვის ამჩნევენ რაღაცნაირად, ანუ გამოირჩევა ადამიანებისგან. ესე იგი, კიდე რა არის მნიშვნელოვანი აქ, რომ ფიზიკური სხეული, რომელიც არის პირველი სახლი და ემოციური სხეული, რომელიც არის მთვარესთან კავშირში, ერთმანეთთან არის ძალიან კავშირში, ანუ ამ ადამიანმა შეიძლება ძალიან განიცადოს სხეულში ემოციები. შეიძლება რაღაცა არ განიცადოს და მერე ეგრევე ავად გახდეს, ან რაღაცა ესეთი ერთმანეთთან ძალიან გადაბმულია. ზოგადად, თუ მთვარის ნიშანია ასცენდენტი და კირჩხიბია ადამიანი, მაშინაც გადაბმულია, მაგრამ თუ მთვარე არის აქ კიდევ პირველ სახლში, ეს უფრო სხვა ხასიათია კიდე. ანუ ყველაფერი, რაც კავშირშია პირველ სახლთან და მთვარესთან ერთმანეთთან ჯდება
და მინდა რომ ეს გაანალიზოთ, აი თუ მაგალითად მთვარე ყავთ პირველ სახლში, რაში შეიძლება აისახებოდეს, მაშინ როცა პირველი სახლის მნიშვნელობებს გადახედავთ. მეორე სახლში თუ არის მთვარე, ანუ ძირითადად სადაც მთვარია, იმ სახლის თემები არის თქვენთვის განსაკუთრებული. ანუ რაღაცნაირად მთვარე აი შინაგან სამყაროსთან კავშირშია ძალიან და თქვენ შინაგან სამყაროსთან არის კავშირში იმ სახლის თემები. მაგალითად, თუ მთვარე არის მეორე სახლში, შეიძლება თქვენთვის განსაკუთრებული იყოს საკვები. შეიძლება საკვებს ამზადებდეს ეს ადამიანი პროფესიულად. კიდე დედასთან ექნება ძალიან მჭიდრო კავშირი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მეორე სახლი, როგორც გახსოვთ, არის ოჯახი, სადაც დაიბადეთ და შესაბამისად თუ მთვარე იქ წავიდა, ანუ ფიქრები, ანუ ეს ემოციები ძალიან მჭიდრო კავშირში შეიძლება იყოს იმ ოჯახთან, სადაც დაიბადეთ. ასევე შეიძლება ადამიანი ემოციურად საუბრობდეს ძალიან, იმიტომ რომ საუბართანაც არის კავშირში მეორე სახლი. მესამე სახლში მთვარე გაბედულებისთვის დიდად კარგი არ არის, რადგან მერყევი ხასიათი აქვს მთვარეს და ანუ შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრჯერ გადაიფიქროს რაღაცის გაკეთება, მაგრამ აი რაც შეეხება ხელოვნებას და ხელებთან დაკავშირებულ კეთებას რაღაცისას, იქ მთვარე უკვე ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან ისეთი კარგი შედეგს იძლევა ამ სახლში. ზოგადად არ არის მთვარების ამ სახლში რთული და ცუდი პოზიცია, საკმაოდ პოზიტიური პოზიცია. აი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოზიცია მეოთხე სახლში მთვარე. მეოთხე სახლში მთვარე არის, ასე ვთქვათ, სახლში და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ემოციური სიმწიფე. ანუ შეუძლიათ ძალიან ღრმა ტკივილს გაუძლონ და გადაიტანონ უფრო ძლიერად, ვიდრე სხვა ადამიანი. ანუ რაღაცნაირად სიძლიერი აქვთ შინაგანი ემოციური. დედასთან აქვთ ღრმა კავშირი. დედა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანი და სახლთან აქვთ კიდე ასევე ღრმა კავშირი, ანუ თუ გნახიათ ადამიანები, რომ აი სახლი მათთვის რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. მეოთხე სახლში ყავთ ხოლმე ხშირად მთვარე. მეხუთე სახლში მთვარე მინახავს ხშირად, რომ არიან მუსიკით დაკავებული, ანუ რაღაც აი ემოციები უკავშირდება მუსიკას. ასევე ემოციურად არიან ხოლმე ჩართული ძალიან თამაშებში და უყვართ თამაშები და ბავშვები აძლევთ ენერგიას. მეექვსე სახლში მთვარე მიჯაჭვულობა აქვთ ხოლმე ხშირად ამ ადამიანებს დედაზე. და აი მიჯაჭვულობა აქვთ ხოლმე რაღაცა ყოველდღიურ კომფორტის ზონიდან არ გამოსვლას, რაღაცა როდესაც გადანაწილებული აქვთ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, თითქოს უნდათ რომ ყოველთვის ეს იყოს შენარჩუნებული. შეიძლება სამსახურზეც იყვნენ ესე ემოციურად მიჯაჭვული. მეშვიდე სახლში მთვარე გვაძლევს პარტნიორთან რაღაცა ემოციურ კავშირს. მამაკაცის რუკაში შეიძლება იყოს ისეც, რომ მეუღლესთან იყოს ისეთ ურთიერთობაში, როგორც დედასთან, ანუ მთვარე დედას ნიშნავს და რაღაცა დედას ეძებდეს უფრო ქალში. მაგრამ საბოლოო ჯამში არ არის ეს ცუდი პოზიცია მისთვის, მეშვიდე სახლისთვის და საკმაოდ ესეთი მგრძნობიარე კავშირს იძლევა ემოციების გაცვლას პარტნიორთან. მერვე სახლში მთვარე არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიცია, ერთ-ერთი კი არა, მე ვიტყოდი ყველაზე რთულია მე-12 სახლთან ერთად. რადგანაც აქ აუცილებლად აქვს ადამიანს დედასთან ძალიან რთული ურთიერთობა, რადგანაც ბუნებრივად მერვე სახლი მორიელის სახლი გამოდის და როგორც იცით მორიელში ყველაზე დებილიტაციაში არის მთვარე. ანუ აქ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი წამოღებული აქვს წინა ცხოვრებიდან ემოციები. განსაკუთრებით ხშირად არის, აი მაგალითად შურისძიების ემოცია არის წამოღებული წინა ცხოვრებიდან, რაღაც უსამართლობის განცდის. ეს ადამიანი აუცილებლად წავა სიღრმეებში, აუცილებლად ტრანსფორმაციით დაკავდება, იმიტომ რომ აი მერვე სახლის მთვარეს დიდი არჩევანი არ აქვს. ისე რომ დაჯდეს და ბედნიერი იყოს და ადვილი ცხოვრება კონდეს,
მერვე სახლის მთვარესთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადამიანები არიან, ვისაც მერვე სახლში ყავთ მთვარე. აინტერესებთ ეს სიღრმეები, აინტერესებთ რაღაცა კულტური მეცნიერებები, ყველაფერი ის აინტერესებთ, რასაც ადამიანები არ ლაპარაკობენ. ხო, ფიქრებიც არის მთვარე, რა თქმა უნდა, რაც მოხდის და ამ ადამიანებს ჩვეულებრივი ფიქრები არა აქვთ. მაგალითად, აი შეიძლება ბავშვობაში უკვე იმაზე ფიქრობდნენ, სიკვდილი რა არის ან რაღაც ესეთი. მოკლედ, განსხვავებული ფიქრები აქვთ. მე-9 სახლში მთვარე არის კარგ მდგომარეობაშია. განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს ადამიანი რელიგიებთან, განსაკუთრებით იმ რელიგიასთან, რომელსაც ალბათ შეიძლება წინა ცხოვრებაში აპრაქტიკებდა, ან იმ რელიგიასთან, რომელშიც დაიბადა. კარგი ურთიერთობა აქვს ხოლმე, მაგალითად, თავის ლექტორებთან ან მასწავლებლებთან, რაღაც ემოციურ კავშირს გრძნობს. და უყვარს მაგალითად მოგზაურობა ამ ადამიანს. ან შეიძლება ბევრს ფიქრობდეს მოგზაურობაზე, სულ გეგმავდეს ან რაღაც ესეთი. მე-10 სახლის მთვარე ძალიან ხშირად არის, რომ ეს ადამიანები კვების სფეროში მუშაობენ, რადგანაც მთვარე ბუნებრივად კვების სფეროსკენ არის უფრო მიდრეკილი. კიდევ ეს ადამიანები არიან ძალიან ემოციურ კავშირში თავიანთ სამსახურთან, ანუ აი რაღაცნაირად ისე აკეთებენ გულით ყველაფერს უფრო ვიდრე სხვები და სამსახურში აღიარებულები არიან. მე-11 სახლის მთვარე შეიძლება კარგიც იყოს და მოარყოფითიც ჰქონდეს. პოზიტიურია ის, რომ მეგობრები ყავს ხოლმე ადამიანს, ესეთი რომლებიც ძალიან მხარს უჭერენ ყველაფერში, მაგრამ ნეგატიურია თუ მიეჯაჭვება ადამიანი მაგალითად იოლ ფულს და დაიწყებს კაზინოში ფულის მოგების მცდელობას ან რაღაც ესეთ არაჯანსაღ მიჯაჭვულობას გადაეკიდება. მე-12 სახლის მთვარე არის ასევე რთული, როგორც მერვე სახლი. შეიძლება ითქვას, რომ მერვე სახლის მსგავსად რთულია, რადგან ადამიანი არის კავშირში ძალიან, ანუ არა მატერიალურ სამყაროსთან, არამედ გარე სამყაროსთან. დაკარგულობის შეგრძნება აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს ზოგჯერ. ზოგჯერ აქვთ აი საკუთარი ემოციურ სხეულთან გაუცხოების შეგრძნება, ანუ საკუთარ ემოციებს ვერ გრძნობენ. დედასთან აქვთ ხოლმე ძალიან ხშირად ესეთი დისტანცირებული კავშირი, რომ დედას არ ესმის მისი ემოციები და ამ ადამიანს აი მუშაობა უწევს იმაზე, რომ ჩამოვიდეს და იმ მატერიაში ჩამოიტანოს თავის ფიქრები, გადაწყვიტოს, რომ აქ იმოქმედოს და ასე შემდეგ. ანუ ცოტა გასულები არიან, ასე ვთქვათ. მაგრამ აქვთ ხოლმე სხვათა შორის ნათელმხილველობის ნიჭი ამ ადამიანებს ზოგჯერ. იმიტომ რომ აი აკაშის რეკორდებთან და აი მასთან ინფორმაციულ ველთან უფრო ახლოს არიან ვიდრე დანარჩენი სხვა მთვარის ადამიანები.